ეს არ არის მონაკო და არც ლონდონის პრიალა ქუჩები. ეს ბახმაროა და ჩემს უკან დგას ახალი Aston Martin B12-ია. მისი ფასით აქ ბახმაროში ალბათ რამდენიმე კარგ კოტეჯს ააშენებდით. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს სულ სხვა რამე. ამ მწვანე მონსტრში 4 და 0 ლიტრიანი twin turbo V8 ძრავიდებს, 680 ცხენის ძალა და 800 ნიუტონ-მეტრი თორქი პირდაპირ უკანა თვლებზე. პირველი პლუსი ეს არის V12 ძრავის ხმა. ეს არის ნამდვილი სიმფონია, რომელიც ბახმაროს მთებში ისე ეკოდისმის ტანში ჟუანტელს გვრის. შეხედეთ ამ გაბერილ ფრთებს. ის 40 მმ განიერია სტანდარტულ ვანტეჟზე. გზაზე ისე დგას, თითქოს ასფალტის შეჭმას აპირებს. მე მართვის სიზუსტე. მიუხედავად იმისა, რომ წინა მხარეს მძიმე ძრავი უდევს, საჭე საოცრად მგრძნობიარეა. თითოეულ მოსახვეში ზუსტად გრძნობს, სად მიდის წინა საბურავები. კარბონ კერამიკული მუხრუჭები. როცა 665 ცხენის ძალით მოფრინავ ამ დაღმართებზე, ზუსტად უნდა იცოდე, რომ მანქანა ადგილზე გაქავდება. ეს სისტემა კი ამას უნაკლოდ აკეთებს. როცა ამ საჭესთან ზიხარ, გრძნობ, რომ ბრიტანელებმა ყველაფერი გააკეთეს შენი სიამოვნებისთვის. ყოველ წამს გახსენებს, რომ განსაკუთრებულ მანქანას მართავ. და როცა გზა იხსნება, launch control-ი გაჩვენებს, რას ნიშნავს 700 ცხენის ძალა ასფალტზე. ეს არ არის უბრალოდ აჩქარება, ეს არის ნახტომი, რომელიც სუნთქვას გიჩერებს. ბახმაროს მთებში, სადაც ცა და დედამიწა ერთდება, ეს მანქანა თავის სტიკიაშია. ეს არის მანქანა, რომელიც დროს არ ემორჩილება. შეხედეთ მას, უბრალოდ საოცარია. მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და დაალაიკეთ ვიდეო არხის განვითარებისთვის. აბა მაგრად.